სტუმრებთან ერთად გიბრუნდებით ჯიფონი ფილმ ფესტივალ გახლავთ საბავშვო ფილმების ფესტივალი, რომელშიც საქართველოს უკვე მე რამდენი წელია იღებს მონაწილეობას. 22 ივლისს სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საქართველოს დღე, რომელზეც მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და განხილვა. რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა ჯანელიძე არის ჩვენთან ერთად და ასევე ფესტივალში მონაწილეები ელენე ნაირაშვილი და თიკა ტაბიძე. ძალიან მიხარია რომ დღეს დილით ხართ ჩვენთან ერთად და ატარებთ დილას ჯიფონი ფილმ ფესტივალზე საუბრით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. არც უძინიათ პირდაპირ აეროპორტიდან წავიდეთ. კარგია რომ თქვენ ამარ დააგვიანეთ. ქალბატონანა, თქვენგან დავიწყებთ. გითხარით რა ფესტივალია ჯიფონი და რა სახავს ის მიზნად? ეს ისეთი არაჩვეულებრივი ფესტივალი, რომ მგონია რომ ყველამ უნდა იცოდეს, ეს არის საბავშვო ფესტივალი, 55-ჯერ ჩატარდა წელს. დაახლოებით 3000 ბავშვი ესწრება 50-მდე ქვეყნიდან. იტალიაში ხდება, ეს არის ბატაწუნა ქალაქი იტალიაში, სალერნოს რეგიონშია და ყოველი ბავშვი არის ჟიურის წევრი. აქ არიან ბავშვები 3 წლიდან 18 წლამდე, მათ აქვთ თავიანთი კატეგორიის ფილმები, ისინი ყვებენ ამ ფილმებს და თვითონ აფასებენ და თვითონ გამოავლებენ გამარჯვებულს. გარდა ამისა, ტარდება უამრავი ვორქშოპი ამ ფილმებს შორის და არის შეხვედრა ვარსკვლავებთან. აი ჩვენი ორი ქალბატონი სწორედ იყვნენ წელს იყო 5 ვარსკვლავით ჩასული და ეს არის ძალიან დიდი პატივი, როდესაც უფლებას მისცემენ ამ 3000 ადამიანიდან 4-ს ან 5-ს რომ შევიდეს ვარსკვლავთან. ჩვენ ყველა წევრს, ანუ ჩვენ ყავდა წაყვანილი 10 ბავშვი, ყველას ერგო ეს პატივი და ისიც მინდა გითხრათ, რომ აქ საუბარი არის მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ეს დებატები იმართება ინგლისურად და ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა და გადაუხადო მადლობა როგორც მშობლებს, ასევე სკოლებს, რომ ესეთი არაჩვეულებრივი ბავშვები გაგვიზარდეს, იმიტომ რომ მათ გამოიჩინეს თავი, იყვნენ ძალიან აქტიურები, ძალიან საინტერესო კითხვებს ვამდნენ, იმიტომ რომ 1-2 ვიყავი იქა, როდესაც ეს დებატები მიდიოდნენ და გამოირჩეოდნენ თავისი ინტელექტუალური კითხვებით. ამიტომ ნამდვილად ესე იგი სამაყო ბავშვები ყავთ. რამდენი წელია საქართველოს ამ ფესტივალში იღებს მონაწილეობას? ჩვენ უკვე მე-3 წელს ვიღებთ ფესტივალში მონაწილეობას და ისიც მინდა გითხრათ, რომ იმდენად კარგად გამოუჩინეს ბავშვებმა თავი, რომ საერთოდ დელეგაციაში არის 3 ბავშვი. ჩვენ წელს ყავდა 10 ბავშვი, აქედან 3 თვითონ ჯიფონიმ დაპატიჟა, შარშანდელი ბავშვები და წელს კიდე ჩვენ 7 შევარჩიეთ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ელენე არის თელავიდან და ერთი ყავდა კიდე მეგი, რომელიც არის ხელვაჩაულიდან. ანუ თელ რეგიონს ფარავს ეს ჩვენ როგორც საქართველოს ყველა რეგიონიდან ვცდილობთ რომ დავიწყოთ ბავშვები და ასევე ესენი ისევე კარგად ფლობენ ინგლისურს, როგორც თქვა თბილისელი ბავშვები და ყოველთვის არის კომპლექსი თბილისელებმა უფრო მეტად იციან. არა, ბავშვი თუ კარგია ის ყოველთვის ახლა დაიმსხვრა. ნამდვილად. ძალიან კარგია რომ ჯიფონის ნაწილი არის საქართველოს, იმიტომ რომ ეს არის ახალგაზრდა თაობებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომ მუდმივად იყვნენ ინტერაქციაში თავის თანატოლებთან და ახალი თაობის აღზრდისთვის თუ კინოთაობაზე გვაქვს საუბარი, ხო? სოფლიოსთან ადეკვატურად ყოფნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წელს ვაკეთებთ ჯიფონი ჯორჯიას, ანუ ჯიფონი საქართველოში, ეს იქნება 16-დან 19 ოქტომბრამდე საქართველოში პიონერთა სასახლეში ჩატარდება და ალბათ შეგიძლიათ ცალკე ამას მიუძღვით რაღაცა პრესკონფერენციას და 500 ბავშვი მიიღეს მონაწილეობას და მათ შორის იქნებიან ჩამოსული სტუმრები. ანუ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. შეიძლება თუ მოვახერხეთ აუცილებლად ვეცდებით რომ ჩამოვიყვანოთ ვინმე. ბავშვებთან უნდა გადავინაცვლოთ, ესე იგი თიკა შეხვდა ორლანდო ბლუმს და ელენე შეხვდა ტომ ფელტონს. როგორები არიან ისინი პირისპირ? უშუალოდ იქნებოდნენ ალბათ და ძალიან მაგარია რომ 5 ადამიანში მოხვდით, რომლებიც შეხვდნენ ხო ამდენი ბავშვიდან. გითხარით როგორ მოხდა ეს? ყველა ჯგუფს ყავს თავისი მონიტორი. მონიტორი არჩევს თავისი ჯგუფიდან ყველაზე აქტიურ ბავშვებს. ანუ მონიტორს უნდა მოაწონო თავი. მონიტორს უნდა მოაწონო თავი და შემდეგ უკვე ის აწყობს შეხვედრას ვარსკვლავთან. მე შევხვდი ორლანდო ბლუმს და სულ ვიყავით 4-ნი. აღარ სხვა ასაკობრივი კატეგორიებიდან რა თქმა უნდა მარტო ერთი ჯგუფიდან არ ხდება არჩევა. მინიმუმი ასაკი რამდენი იყო ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი რამდენი? +3 იყო ყველაზე პატარების ჯგუფი და +18 იყო ყველაზე დიდების ჯგუფი. მაგრამ ხა ვარსკვლავებთან შედიან +13, +16 და +18. ორლანდო ბლუმთან ვიყავით 4-ნი, 20 წუთი
მქონდა დაახლოებით რა მოხდა ამ 20 წუთის მანძილზე? ინტერვიუ ჩვეულებრივ. რა შეკითხვები გქონდა მომზადებული? ზოგადად ესეთი ინტერვიუს დროს უფრო პირადი კითხვები, არა ისეთი, როგორც ვთქვათ, Q&A-ის დროს, როდესაც შეგიძლია ნებისმიერ სახის კითხვა დაუსვა. რა კითხები? იყო ის გულახდილი. კი. გვესაუბრა იმაზე, როგორ დაიწყო თავისი კარიერა და შემდეგ უფრო მომავლის რჩევები, რას ურჩევდა ახალგაზრდობას და როგორ შეცვლიდა თვითონ თავის კარიერას ან თავის წარსულში რას გააკეთებდა სხვანაირად. ანუ უფრო პირადი საუბარი იყო, ვიდრე თქვათ უბრალოდ ჟურნალისტის კითხვა-პასუხი. შენაზღუდე ტომ ფელტონმა რა გვითხრა ახალი და საინტერესო? Ну, მე მქონდა შანსი, რომ შევხვედრილიყავი ტომ ფელტონს, ჩვენი შეხვედრა 9 საათი გაგრძელდა და მინდა ვთქვა, რომ ძალიან თბილი და ძალიან უშუალო შეხვედრა იყო. წესით ჩვენ მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება გქონდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ საკმაოდ დიდი ხანი ვსაუბრობდი. 9 საათი საკმარისია, რომ ხუთმა ბავშვმა ბევრი კითხვა. ჩვენ საუდის კითხვებს თვითონ დაინტერესდა ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი მომავლით და ძალიან თბილი შეხვედრა იყო. შენ რა კითხებ? მე დავუსვი ასეთი კითხვა, რომ რა თქმა უნდა, მსახიობის ცხოვრება ყოველთვის სავსეა სიძნელეებით, პრობლემებით და რა იყო ყველაზე რთული რამ, რაც მას გადახდა თავს და რის დათმობა მოუწია. დღეს როცა უკვე აი ამ ყოლაფრის ნაწილი ხარ, მომავალში როგორ ფიქრობთ? თქვენი თავი წარმოგიდგენიათ კინოსფეროში, კინოკრიტიკაში, კინოჟურნალისტიკაში, არ ვიცი, რაღაცა იმაში, რაც ასოცირდება, რაც არის კავშირში კინოს. ანუ რამდენად მოგწონთ ეს ყველაფერი? ყველა ბავშვი, რომელიც ფესტივალზე ჩადის, ყველას აერთიანებს კინოს სიყვარული. და რა თქმა უნდა, ამ სფეროში უნდა ყველას მოვაწერო. ჩემი ბავშვობის ოცნება პირადად რომ მსახიობი მინდა რომ გამოვიდა და ყველანაირად შევცდები რომ ავიხდინო ეს ოცნება. აი რა უნარებს დავაბრალებ, რომ ძალიან არ არიან გახარებულები, იმიტომ რომ მე რო თინეიჯერობის ასაკში შევხედროდი ჩემი დროის კომირას გზავრობას ვაბრალებ. გარკვეული პერიოდი ალბათ მაინც საჭიროა რომ დაალაგდე ადამიანი, მიხდე რა მოხდა შენს თავს. ფელტონი იყო სწორედ ეს იყო საჯარო უზარმაზარი დარბაზი არის, არ ვიცი, ალბათ 2000 ბავშვი ეწევა და ეს როგორი ტყე იყო ხელების ყოველას უნდა კითხვა მისეს და გოგოებს გული მისდიოდა. იყო ასეთი ორი შემთხვევით გაიყვანეს. არა და ამბობენ ხოლმე რომ ამ თაობას ინტერნეტის გამო აღარაფერი არ უწევს და არაფერი ახარებს. ემოციური მუხტი, აი პირდაპირ ტრიალებს ეს მუხტი. რა უნარებს უნდა ფლობდეს ახალგაზრდა მოზარდი რომ იცით ჩვენ ესეთ ჩავატარეთ კონკურსი და ძალიან გაამართლეთ და ჩვენ სულ მადლობას გიხდიან როგორი არაჩვეულებრივი ბავშვები გყავთო. ჩვენ ვატარებთ ესე იგი ბაცხადებთ და მინდა გითხრათ რომ ეხლა მიმდინარეობს რეგისტრაცია საქართველოს ჯიფონში მონაწილეობისთვის. ჩვენ გვქონდა ვადა 31 ივლისამდე, მაგრამ გადაწყვეტით რომ გავაგრძელოთ, იმიტომ მაინც აფხულის როდემდე არის. ესეთება ალბათ 15 სექტემბრამდე გამოვაცხადებთ ამას ზუსტად. და აი ესეთი ისა გვაქვს რომ ესე იგი мотиваციის წელი უნდა დაწერონ ინგლისურად და შემდეგ უნდა დაწერონ თავიანთი საყვარელი ფილმის შესახებ რაღაცა პატარა ესე. მე არის უკვე პირი. ესე ქართულ ენაზე თუ? არა, ყველაფერი. შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან კინოცენტრში მოვიწვიეთ და ვაჩვენეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები და იქვე მოხდა ამ ფილმების საჯარო განხილვა ინგლისურად. ანუ საკმაოდ ესე კარგად ხდება ენის ინტელექტის როგორი ქცევა, როგორ შევლანზე გამოთქვას ინგლისურად, როგორ ანალიტიკურად. ჩვენ ვუშვებთ მარტო 13 და 16 წლის ბავშვებს, უფრო დაბალ ასაკის ბავშვებს. რამდენი ბავშვი უნდა შეირჩეს ჯამში? აქ უნდა შეირჩეს 500 ბავშვი და ჩვენ გვექნება ორი ასაკობრივი კატეგორია, და მაინც უფრო ადვილია. ახლა 13 წლის ბავშვი ვერ მოიყვანდა, მაგრამ მე ძალიან მიხარებ პიონერთა სასახლე იქნება ჩვენი, ესე იგი პარტნიორი არის ჩვენი ამ შემთხვევაში ერთად ვაკეთებთ გუნდი და პიონერთა სასახლე ყველასთვის არის რაღაცა საკუთარი სახლია, მშობლიური და ადგილი რომელმაც აღზარდა. ნამდვილად ფაქტიურად თელევიზია და ალბათ გაქვთ მოლაპარაკება სტუმრებთან დაკავშირებით. დავიწყოთ, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს საიდუმლოა? გასაკულეს არის რაღაცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ვარსკვლავი მაინც ვარსკვლავდა და როგორც მოწყდება და მოვაშენდა, არ ვიცით, ამიტომ ველოდებით ახლა. როგორი გამოცდილება არის 13-დან 16 წლამდე ახალგაზრდისთვის ჯიფონის ფესტივალი?
სასწაულია მოკლედ რო ვთქვა, ისეთი ნებათაღელვა, იმდენი განცდა, იმდენი ემოცია, რომ ამას სიტყვით მართლა ვერ ავწერთ. იმდენი რაღაც ვიგრძენთ, განსაკუთრებით ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ლურჯ ხალიჩასთან, სადაც ხოებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ შეხვედრილიყვნენ ამ ვარსკვლავებს, ღამეებს ათენებდნენ იმის, რომ ენახათ ჩვენ კიდე ეს დიღბიანები ვართ, რომ 9 საათით 20 წუთით პირადად ხვდებოდით და ვესაუბრებოდით მათ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს უნდა ქონდეს იმის შანსი, რომ ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაც იძლევა გამოცდილებას, გვაყვარებს კინოს, გვაყვარებს კრიტიკას და ძალიან ლამაზი ემოცია და ლამაზი გადააჭარბა ფესტივალმა მოლოდინს. რამდენი იყავით და რა რის ნახვა მოახერხეთ, როგორი იყო გრაფიკი? ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, 2 კვირა ვიყავით, ფესტივალი გრძელდებოდა და 12 დღე ვარჩევდი. დილა იწყებოდა ფილმების ჩვენებით, ერთი იყო ძირითადი ფილმი, რომლის რეჟისორს ან მსახიობს ხვდებოდით და მასთან ჰქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმი. შემდეგ 3 ან 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო, ფილმის ჩვენება იყო და შემდეგ უკვე რომელიმე ვარსკვლავთან შეხვედრა. პირველ რიგში ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთან და შემდეგ უკვე იტალიელებთან, რომლებიც ზღაპრული საზაფხულო არდადეგები მოიწვიეს. ჩვენთან მოხვედით აეროპორტიდანვე. წარმატებებს გისურვებთ ველოდებით შემოდგომაზე ჯიფონის უკვე საქართველოში და დარწმუნებული ვარ ვარსკვლავსაც მოწყვეტთ და თან არაერთხელ ჩამოვიყვანთ. ჩვენ კი შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ ქრონიკის სტუდიაში.